დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და ახლა მინდა ამას პასუხი გავცე ამ ვიღაცას ალექს, რომელიც სახელს არაჩენს და გვარს არაჩენს. ხო და კი, ქალბატონო, მართალი ხართ, მაგრამ ბიბლია ვინც არ უნდა დაწეროს და რამდენადაც არ უნდა გადაწეროს, იგი არ განიმარტება ხორციელთა ხელით, არამედ სულიწმინდის სიბრძნით და ძალით. ვინც წერილს ღვთის სულის უქონელად კითხულობს, იგი ყოველთვის ვარდება ეშმაკის მახეში. ნურც ებრაელები ნურც მოგატყუებენ, წერილი ჩვენიაო, ენა ჩვენიაო, რადგან წერილის და ყოველი, რაც მასში არის, დაწერილი ეკუთვნის სულიწმინდის მემკვიდრეებს. ვიღაცა ჭკვიანი გამოჩნდა ეხლა. და ალექს, მინდა გითხრა, ჩემო კარგო ალექს. სულიწმინდა ყველაფერშია და არც მემაგლია სულიწმინდა, ჩემო კარგო. ხო და ასე რომ სულიწმინდის ძალით ვკითხულობთ ჩვენ ყველანი და ეს ტექსტები აღარ იყო საჭირო ეხლა სულიწმინდის ძალით და კი, ყველა წერილი სულიწმინდას ეკუთვნის, მაგას ვამბობ მეც. აბსოლუტურად ყველა. და კიდევ ერთს მინდა ვუპასუხო YouTube-ზე მომწერა იმან თამარ, ძალიან გთხოვო რა, ნახევარ ტექსტს რომ წაიკითხავს როგორ უხარიაო და კი ეგრეა, მართლა ძალიან მიხარია. ერთ აბზაცს რომ წავიკითხავ შეუცდომლად, მაგრად მიხარია ხოლმე, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ეს ისეთი დაავადებაა, რომ კოჭლმა მარათონში მიიღოს მონაწილეობა, აი ეს იგივეა რა. ან ცალფეხა, მეზე რო ვთქვათ. ხო და მე ეს მეკითხება რომ თამარო მართლა უგულწრფელად გეკითხებიო, რას ემსახურებაო ამ ხელა აუდიტორიის წინაშეო, ეს შენი აქციაო რა და ასეთ ხალხს მინდა უპასუხო რა. ხალხი, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს თუ ბიბლიას ვკითხულობ და ნეტა რას ემსახურება ეს? დედა, მოდი, აი რა ძნელი გასაგებია ეს, რომ ნეტა რას ემსახურება, ეს ქალი დამჯდარა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ კითხულობს, მაინც კითხულობს და რას ემსახურება ნეტა ეს? მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში იმას ემსახურება, რომ შენი საკუთარი სისუსტეების მიერ დაჯაბნილი არ იყო და სისუსტეა ეს ჩემი, როდესაც აუდიტორიის წინაშე კითხულობ და ვერ კითხულობ, ხო? აი ნახე, მაგას ემსახურება, რომ თან ჩემ სისუსტეს ვაძლიერებ, უფრო სისუსტეში ვაძლიერებ ჩემ თავს და თანაც ბიბლიას ვკითხულობ ადამიანო, რა უნდა ემსახურებოდეს, ბიბლიას ვკითხულობ, გაიგე? ხო და აგერ იმ კაცმა დაგიწერა ალექსმა, რომ სულიწმინდის გარეშეო, ეს წიგნი არ დაწერილაო და ვერც სულიწმინდის გარეშე წაიკითხაო. ხო და ასე რომ სულიწმინდას ვემსახურები კარგო, ასიდაც და ისედაც, შიგნიდანაც და გარედანაც, ქვემოდანაც და ზემოდანაც. ხო და ჩემო კარგებო, ეხლა გავაგრძელოთ, ხო? არის დღეები, მეგობრებო, როდესაც თვალებზე არაფერი არ მევლანდება, მაგრამ არის დღეები, როდესაც თვალებზე ისეთი რაღაცები ხდება, რომ აი თქვენ რომ წარმოიდგინეთ, როგორ აგიხსნათ ახლა, ვისაც ეს დაავადება აქვს, დაავადება არ არის, ეს სისუსტე ვისაც აქვს, ის გაიგებს და იმას, ვისაც არ აქვს, ვერ გაიგებს ამას. ჯერ ეგერთიც, მოდი ერთს გეტყვით რა, ადამიანის 99%-ს ეს დაავადება აქვს, მაგრამ ამ დაავადებას არ იცნობს. ამიტომ დაჯდება ხოლმე, საერთოდ არაფერს არ კითხულობს. ან კითხულობს, როგორ იცი, თავისთვის ჩუმად, გესმის? იმიტომ რომ შინია გარეთ გამოტანის. ხო და მე გარეთ გამოვიტანე ეს, რასაც გარეთ გამოვიტან, მეც მემართება ეგ ბავშვობიდანო, ნუ აქ სიყვარეთ, ხო? კი, ბევრს ემართება, მაგრამ ბევრი არ აღიარებს ამას, ანუ ბევრი მალავს, ბევრს სხვენია, ბევრი რაღაცა, რა ვიცი, დაჯაბნილი არის და არც იცის, არც კითხულობს საერთოდ ამის გამო, გესმის და აი ეგ არის რა, რომ ჩვენი შიშები უნდა გამოვიტანოთ გარეთ, ჩვენ შიშებს უნდა მოვერიოთ. კარგი, წავედით ახლა, მალე მივახლოვდებით მეგობრებო გამოსვლას და მე იქ ნახერეები იქნება. ეხლა ის ადამიანი, ვინც მეუბნება, რომ სულიწმინდით დაიწერა ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი სულიწმინდით არ არსებობს, სატანაც კი ვერაფერს ვერ ახერხებს სულიწმინდის გარეშე, რომ იცოდეთ. საერთოდ ეს ასია რა და სატანაც კი სულიწმინდას მუხლის ჩოქზე უდგას. აი ეს სიტყვები გამოვიდა და ჩამოიტვირთა, მაგრამ
საქმე იმაშია, რომ აი ამ წინადადებით რომ გაჩერებენ, ეს მარტო სულიწმინდის მფლობელებმა უნდა წაიკითხონ, შეგიძლიათ ასევე უკან მიუტრიალოთ ასეთ ადამიანს წინადადება, რომ სულიწმინდის გარეშე ვერც ერთი ადამიანი ცოცხალი ვერ ივლის, ასე რომ სულიწმინდა ყველას აქვს და ყველას აქვს უფლება იკითხოს ბიბლია, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი სასაცილო რაღაცეებიც წერია. ხო. იმის მაგივრად მადლიერება გამოხატონ რეებს ბოდავენო. არც თვითონ არ იციან, იცი რატო გეტყვი. ამ ადამიანებს, ვინც ზუსტად მაგ საკითხს ყურადღებას აქცევს, მას აქვს ზუსტად ეგ დისლექცია, რა რო იცოდეთ. იმიტომ რომ ამასთან, ანუ ვისაც არ აქვს დისლექცია, ჩემნაირად მკითხვალ ადამიანების მდგომარეობაში შედის. ხოლო ვისაც დისლექცია აქვს და ამაზე არ უმუშავია და დამალა, ან შერცხვა, აი ისინი ზუსტად აბობოქრდებიან ხოლმე და აი როგორ გითხრა რა წყალწაღებულს რო ხავს ეკიდება და იმ ხავსის ჩათრევაც რო უნდა, ან რაღაცა უკვე ისინი აქცევენ ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ როგორ შური არის, განაცუდია რომ შური ჩვეულებრივია რა ყველაშია ეხლა და არ მითხრათ რომ არა მე არა მაქვს შურთან გამოცდილება. შური არის ისეთი რამე რომ ხედავ შენო გაქვს და იმასაც რო აქვს ის ცდილობს გადარჩენას და შენ არა, იქ უკვე იმას ეკაჩები ავტომატურად რომ ჩაითრიო ისევ იმ სიმყრალეში, რა სიმყრალეში შენ ჩაქვსეს. ხო? თავი 46 გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლით ურთ, მივიდა ბერშას და შესწირა მსხვერპლი თავის მამის ისაკის ღმერთს. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში, იაკობ მიუგო აქა ვარ. უთხრა მე ვარ ღმერთი მამა შენისა, ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად, რატო აქ ვერ აქციე დიდ ხალხად და იქ უფრო მაგარი იქნება ღმერთო თუ რა ხდება? მე ჩაგყვები ეგვიპტეში, მე ვამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით. ეხლა უყურე, ნახე, ღმერთი აქამდე ვერაფერს ვერ აკეთებს, ვერ გაახერხა ვერაფერი, რომ დიდ ხალხად აქცია ეს იოსები რა, იქ სადაც არის ქანაანში. ხოლო აი ეგვიპტეში უკვე იოსებმა რომ წაიყვანა თავისთან, ეხლა ღმერთიც გამოჩნდა უცბად, რომ მე გაქცევო მე. შენ კი არა დაეტიე შენ ადგილზე, სადაც ხარ ღმერთო რა. იოსებმა დაიბარა მამამისი თავისთან. აქამდე სად იყავი ერთი მაინტერესებს. ეს კაცი რო წუხდა და თავის შვილებს რო წუხდა, სად იყავი, რატო არ უშველე მაშინ? მე ჩაგყვები ეგვიპტეში, მე ვამოგიყვან იქიდან და იოსები დაგახუჭინებს თვალებს საკუთარ ხელით. რატო რა გინდა, ვერ გავიგე რა. აიყარა იაკობი ბერშებიდან და წაიყვანეს ისრაელებმა იაკობი, თავიანთი მამა და თავიანთი ცოლშვილი ურმებით. ფარაონმა რომ გამოუგზავნა იმით. წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგრები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს. იაკობი და მთელი მისი მონაგარი, მივიდნენ ეგვიპტეს. თავისი ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები. მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანეს ეგვიპტეში. ბიჭო, რა ძალა ქონდათ ასეთი, რომ შვილთა შვილები ყავთ და კიდევ დამოგზაურობენ. ისე სხვათა შორის ჩემი შვილების ბებიაც მოესწრო მაგ საკითხს რა. შვილთა შვილები ყავდა და მაინც საქართველოში გადმოფრინდა და გადაფრინდა და მე მოკვდა. ისრაელთა სახელები, რომლებიც ეგვიპტეში ჩავიდნენ. იაკობი და მისი ძენი, იაკობის პირმშო რეუბენის ძენი, ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი. სიმონის ძენი, იემუელი, იამინი, ოჰადი, უფრო სწორად, იაქიდი, ცოხარი და საული, ქანაანელი დედაკაცის შვილი. ლევის ძენი, გერშონი, კეჰათი და მერარი. იუდას ძენი, ჰერი, ონანი, შელა, ფარეცი. ის ონანი არ იყო თესლს რო ყრიდა? თუ სხვა ონანია კიდე, ეს ონან მეორეა ალბათ. აბა შემახსენეთ თამართან რომელი ძმები შედიოდნენ და მერე მამამისისგან რო დაორსულდა, ანუ სიმამრისგან რო დაორსულდა,
ონანი არ იყო? ხო, ონანით შედიოდა. მაგრამ ხო, იუდა ასნა თამარმა, მერე ონანი მისი შვილი დარჩა ხახამშრალი. შელა ფარეცი და ზარახი, ყერი და ონანი, ქანაანი, ნეტა თამარი არ წაიყვანა თან. ქვეყანაში დაიხოცნენ. მოიცა იუდას ძენი ყერი, ონანი, შელა, ფარეცი და ზახარი, ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ, ანუ ვეღარ წავიდნენ ეგვიპტეში. ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული. ისაქარი, თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი. მეუფე იობი ჩვენც ყავს მეგობრებო, აბა ეხლა მითხარით რომ არ არის ეს კავშირში საქართველოსთან. ზებულონის ძენი სერადი, ელონი და იეხალიელი. ესენი არიან ლეას შვილები, რომელიც უშვა მან იაკობს ფადან არამში და დინა მისი ასული. ეს დინა მოიხსენიება სხვათა შორის ხშირად რა. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ქალები მოიხსენიებოდნენ, დანარჩენები ნაგვები იყვნენ, როგორც ჩანს, არ მოიხსენიებოდნენ. სულ 33 სული ჩავიდა და წარმოიდგინე რამდენი სული ძროხა და ცხვარი კიდე. სული ვაჟი და ასული, 33 სული ვაჟი და ასული. გადის ძენი, ესე იგი ამდენი 33, ხო? რამდენი ჩამოვთვალე, იმდენი საინტერესო კიდე რა არის, იცით მეგობრებო, აქ არიან სულ ვაჟები მოხსენიებული. და დღეს რატოა ისე რომ ქალიდან გადადის გვარი და არა კაციდან ებრაელებში? აგერ ჩანს რომ ებრაელებშიც ასეთი წესი იყო, რომ კაციდან ვაჟიშვილიდან გადადიოდა გვარი, ხო? აგერ ვკითხულობთ, სულ ვაჟებია ჩამოთვლილი და თანაც თესლის გამრავლება ვაჟებს მიეკუთვნება, იმიტომ რომ აგერ თამარმა რო უნდა შვას შვილი, ონანი შეაგზავნა რომ შენი ძმა რომ მოკვდაო, ეხლა შენ შედი გაუმრავლე თესლიო, გესმის და ესე იგი თესლის გამრავლება ქალიდან კი არ გადადის ამ დროში ებრაელებში, არამედ კაციდან. და საინტერესო არის დღეს რატო შეიცვალა ეს საკითხი, ან როდიდან შეიცვალა ეს საკითხი. გავიგებთ მაგასაც. ეგ 33 საინტერესოა, რატო 33-ო, ხო? ეგეც საინტერესოა, ნინო. საკრალური 33 ციფრია. გადის ძენი, ციფიონი, ხაგი, შუნი, უძბონი, ყეთი, აროდი და არიელი. აშერის ძენი, იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა. ბერიყა კი არა, ბერიკა ხო არის ქართული სახელი. ესე იგი ბერიყადან მოდის ეს და ბერიკა. მე ყთ გადაკეთდა და მონათესავია. იშვა, იშვი. თიტო. ეთქობა არ იშვებოდა და იშვი ბოლოს და ბოლოსო რა. რას გააწყალებულია. ისე სიტყვაში რა საინტერესო ინფორმაციები და შევიცოდეთ. ეს ხალხს ამის თვალი რო კონდეს ღია, გაიცინებდა. აშერის ძენი იშვა, იშვი, ბერიყა და მათი სერახი. ბერიყას ძენი ხებერი და მალქიელი. ანუ ჰებერები ესენი არიან კავშირში რა, მაინც არიან კავშირში. მალქიელი. ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს. თავისი შვილები გააყონა ლაბანმა? აუ, დღეს მქონდა რაღაცა კიდე რო ვიღვიძებდი ლაბანზე მქონდა. ლაბანზე მქონდა რა, გუშინ ხო ვილაპარაკეთ ბალანზე. და ლაბანში ბალანი წურევია, მეგობრებო რა. ეს რაღაცა კოდური სიტყვებია მე მგონი. თავისი ასული ლეას, ანუ თავის ასულს ლეას მისცა, როდესაც გამოაყოლა ის იმას იაკობს. ესენი არიან შვილები იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი სერახი. ბერიყას ძენი ხებერი და მალქიელი.
ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს ლეას და უშვა მან იაკობს ისინი. აი რა აბდაუბდა წერია ახლა რა. ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს ლეას და უშვა მან იაკობს ისინი. ანუ ესე იგი თვითონ ჩასახა იმ თავის შვილში თუ რანაირად მისცა ვერ გავიგე. 16 სული. აი ახლა შეფარულად წერია რა. აჰა, სული წმინდა. მოდი აბა ახლა გავარკვიოთ რა ხდება. ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს. ზილფა არის ქალი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, ლეას და უშვა მან იაკობს ისინი. გაიგეთ, აბა გამოიტანეთ ახლა ხალხო აქედან აზრი რა. აი აბდაუბდა წერია რა. არ არის აქ სწორად გამართული არ არის. ახლა მოიცა ან მე ვერ ვწდები ამ ტვინარეულობაში, ნახე. ესენი არიან შვილები ზილფასი. ანუ მაღლა ჩამოთვლილი ვინც ჩამოვთვალე, ხო? მაგალითად აი ნახე. აშერის ძენი, იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი სერახი. ბერიყას ძენი ხებერი და მალქიელი. ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, ლეას და უშვა მან იაკობს ისინი. 16 სული. რახელის ძენი, იაკობის ცოლისა, იოსები და ბენიამინი. აი აქ აუცილებლად უნდა ნახო ერთი რამ რა. ღმერთო ჩემო რა, ღმერთო ჩემო. ეს რა დღეში ვართ, ეს რა დღეში ვართ, ეს რა დღეში ვართო. ეს რა დღეში ვართო. ეს რა დღეში ვართო. ეს რა დღეში ვართო. აი ეს არეული დარეულია მეგობრებო, ჩვენი ცხოვრებაც რა, სრულიად კაცობრიობის, იმიტომ რომ წიგნში ნორმალურად ამხელა წიგნის მატარებელი ადამიანებში გამართული წინადადებები არ არის რა. ან სპეციალურად ტვინსაღრძობი წინადადებებია, რომ ვერ გაიგო რა შეფარულად ინცესტი რო არის რა. აი უყურეთ, რომ არ გეგონოთ, რომ ემეშლება კითხვაში რაღაც, ნახეთ. აგერ არის აქ, აგერ გავიხედავ. აშერის ძენი იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი სერახი. ბერიყას ძენი ხებერი და მალქიელი. ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, ლეას და უშვა მან იაკობს ისინი. 16 სული. რახელის ძენი იაკობის ცოლისა. ეს უკვე იაკობის ცოლზე რახელისგან წავედით, მაგრამ აი აქ ესენი არიან შვილები ზილფასი. ანუ ესენი? ვინ ესენი? აი ვინ ესენი ხალხო, ვინ ესენი? რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს. რა მისცა? всё. დაერხა ბიბლიას, დაერხა, ეხლა მოვიდა სულიწმინდა და ამოაყირავებს ყველაფერს, რაც კი არასწორად ჩაწერეს. გადაიწერებიან წიგნები თქო, ხო ვთქვი? ხო და გადაიწერებიან წიგნები, აუცილებლად ხალხო, აუცილებლად. რახელის ძენი იაკობის ცოლისა, იოსები და ბენიამინი. შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში ვაჟიშვილები, რომლებიც უშვა მან. ასენეთმა ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა, მენაშე და ეფრემი.
ესე იგი აქ იმაშიც გადაწოდა ეს კაცი. ეგვიპტელებსაც შეურჭო. თავისი კვერთხი. თუ კვერთხი რა, როგორც გინდათ ისე გაიგეთ, შეურჭო როგორც ჩანს და გამოვიდნენ იქიდან შვილები. ესენი არიან რახელის შვილები, რომლებიც შეეძინა იაკობს სულ 14 სული. დანის ძე ხუშიმი, ნაფთალის ძენი იახცელი, გუნი, იეცერი და შილემი. ესენი არიან შვილები ბილჰასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, რახელს და უშვა ისინი იაკობს. სულ 7 სული. ესე იგი ეს იაკობი ძალიან მაგარი ბავშვების გამკეთებელი ყოფილა რა. ტიტო, აბა ამდენი ბავშვები ჩვენი მამალის არ იყოს გაუშვით აგერ გუშინ წავიყვანეთ და ავიყვანეთ მაღლა. ხტომიალი უყვარს კაცო რა ქნას და მოიცადე ერთი წუთით რამდენიმე ქალი უნდა ყავდეს თორე აბა ეხლა ერთი ქალი ხო ვერ გაუჩენს 24 შვილს არა. ეს სული წმინდით უნდა გაიგოთ მეგობრებო, ისე კი არა, აი სული წმინდით უნდა გაიგოთ. ბენიამინის ძენი ბელაყი, ბეხერი, აშელი, გერა, ნაყამანი, როში, მეუფიმი, ხუფიმი და არდი. ესენი არიან რახელის შვილები, რომლებიც შეეძინა იაკობს სულ 14 სული. აქ რამდენიმე ჩამოთვლილი სულ 14 სული შეეძინა. ეხლა დანის ძე ხუშიმი. ერთი გააჩინა მარტო. ნაფთალის ძენი იახცელი, გუნი, იეცერი და შილემი. კი, მაგრამ ეს დანი რატო დაჩაგრეს ესე? იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულნი მის საზარდულიდან გამოსული იაკობის ძეთა ცოლები გარდა სულ იყვნენ 66 სული. და იოსების ძენი, რომელიც შეეძინა რაო? აქ ხო 33 სული წავიდა, ეხლა 66 გახდა, გაორმაგდა თუ რა ხდება? იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულნი მისი საზარდულიდან გამოსული იაკობის ძეთა ცოლების გარდა სულ იყვნენ 66 სულიო. წეღან არ ეწერა რომ 33 ჩავიდნენ სულო? მისი საზარდულიდან გამოსულნი იაკობის ძეთა ცოლების გარდა. ანუ ეს იგი გზაში გააჩინეს კიდე ერთი 30 კაცი თუ რა ხდება ხალხო, რა არის ეს? მართლა რა ტვინის საღრძოა. ერთი წუთი დავაზუსტოთ რა ესეთი რაღაცეები, თუ არ დააზუსტებ ხოლმე, ხო? მერე აუცილებლად შეყავხარ ჩიხში, ისევ მოგიწევს ხოლმე გადმოსვლა, აი როგორც მაშინ ჭაში რო ჩააგდებენ და ვითომ ისინი გაყიდიან, არ გაყიდიან. არა და ეხლა ნახე უყურე რა. მოდი ნახოთ, წავიკითხოთ. აქ 33 იყო, ნახე. დავაზუსტოთ ეს 33 ზუსტად სად და როგორ წერია. სულ 33 სული. სულ 33 სული. 33. მე მარცხენა ხელითაც ვწერთ, იცით? მარცხენა ხელითაც შემიძლია წერა. მან მარჯვენა ჩანს, ხო? ეს მარცხენა ხელია ჩემი მეგობრებო და მარჯვენა ხელით ტელეფონი მიკავია. ესე იგი, ნახეთ, ესენი არიან ლეას შვილები, რომელნიც უშვა მან იაკობს ფადან არამში და დინა, მისი ასული, სულ 33 სული, ვაჟი და ასული. აქ ზემოთაც ხო ეწერა რამდენი შევიდნენ, აჰა ისრაელიანთა სახელები, რომლებიც ეგვიპტეში ჩავიდნენ, იაკობი და მისი ძენი, იაკობის პირმშობები, რეუბენი. მერე რეუბენის ხალხია ჩამოთვლილი, მერე ლევის ძენია, იუდას ძენია, ისაკის ძენია და ზებულონის ძენია. ესენი არიან ლევის შვილები, ლეას შვილები, რომელნიც უშვა მან იაკობს. ესე იგი, მარტო ლეას მხრიდან 33 ჩავიდნენ? ესე იგი, მარტო ლეას მხრიდან ჩავიდნენ აქ 33. და შემდეგ მოდის რებეკას რატო უძახი რახელს?
გადის ძენი ციფორი ხაგიშუნ კარგი გასაგები, ანუ მერე უკვე სხვები არიან, რომლებიც ემატებიან და აჰა მიდიან 66 სული, ხო? 66 სული. კარგი. და იოსების ძენი, რომელიც შეეძინა მას ეგვიპტეში სულ 2 სული, იაკობის მოდგმა. ეგვიპტეში რომ ჩავიდა, მთლიანად იყო სულ 70 სული. 66 ხო იყო? და იაკობის ძენი, რომელიც შეეძინა მას ეგვიპტეში, სულ 2 სული შეეძინა. 2 ძე და ესე იგი 2 ასული შესძენია, იმიტომ რომ თუ 70 გამოდის, 66 რო 2 მივოდოთ, 70 არ არის. ასე რომ 2 კიდე უნდა დავამატოთ, სადღაცა უნდა ვიგულისხმოთ 2 ასული. იმიტომ რომ ის საწყლები არ მოიხსენიებიან. დაეზარა ეხლა მწერალს რა, კიდე მოიგონებინა სახელები. ანუ აქ მივაწერ რა, მაგნა აზრებს ახლა რაც ანუ 2 ასული. კიდე? კითხვის ნიშნით. წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ იგი დახვედროდა მათ გოშენში და წავიდნენ გოშენის მხარისკენ. რომ იოსები დახვედროდა ცოტა ადრე, ხო, მამამისი მიდის ახლა თავის შვილთან და იუდა ცოტა ადრე გაგზავნა. ახკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის ისრაელის შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი ყელზე მოეჭდო და დიდხანს წიროდა მის ყელზე გადაჭდობილი. უთხრა ისრაელმა იოსებს, თუნდაც მოვკვდე ახლა, რა კიღა ცოცხალს გხედავ. უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს. წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი ჩემი ძმები და მამის სახლი ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენო. ეს ოები ავიწყდებათ. იცი რა საინტერესოა, ახლა წარმოიდგინე 30 ადამიანი არ არის ცოტა, აგერ 70 ადამიანი რომ დაგიდგეს წინ, ხო? მთელი სოფელია რომ იცოდეთ რა. მთელი სოფელი ჩაადგა ახლა ეგვიპტეს იქ, თავისი ძროხებით და ცხრებით. უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს. წავალ. წავიკითხეთ, მეცხვარეები არიან მეთქი მესაქონლეები, ცხვარ, ძროხა და ყველაფერი რაც კიება და წამოასხეს მეთქი. როცა მოგიხმოთ ფარაონი და შეგეკითხებათ რა საქმეს მისდევთო, უთხარით მეჯოგე ხალხი ვართ, შენი მორჩილი, საყდრიდან მოიცადე საყრიდან დღემდე. სიყრმიდან დღემდე. ჩვენსა და ჩვენი მამა პაპაც თქო? ახლა ატყუებენ ისევ რა. წეღან ის ძმები რომ წავიდა, ხო უთხრეს იმ ფარაონებს, რომ ჩემიანების ჩამოსაყვანად წავიდა და ახლა ატყუებენ თუ რა ხდება? ის დებილია რომ ვერ გაიგოს? როგორც უნდათ ისე გამოყავთ რა ეს ეგვიპტელები. ხო, სოფო, რა ხელარი არი ხე. უთხარით მეჯუგე ხალხი ვართ, შენი მორჩილი, სიყრმიდან დღემდე ჩვენა და ჩვენ მამა პაპაც გთხოვ, რათა დაემკვიდროთ გოშენის მხარეში, რადგან სისაძაგლე ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე. სულიწმინდას მიუმართავ ახლა რა და პირდაპირ სულიწმინდა მიკარნახა. რატომ იყო ეგვიპტელთათვის მეცხვარეობა სისაძაგლე, თუ იცით? იმიტომ რომ ცხოველს კლავთ. როგორც ჩანს, ეგვიპტელები არიან ვეგეტარიანელები და უფრო მისდევენ მევენახეობას და უფრო მისდევენ მიწათმოქმედებას. როგორც ჩანს, მეგობრებო, აგერ ვხედავთ ჩვენ ერთი წუთით. რატომ ეგვიპტელები ხორცს არ ჭამენ? რატოა
მეცხვარეობა, სისაძაგლე. აი ახლა უყურეთ რა. პირდაპირი მნიშვნელობით მე სულიწმინდა მიკარნახა ახლა ეს. ატყუებს ეს დამპალი კაცი რა, ეხლა უკვე დამპალს უწოდებ ამ იოსებს რა. თავისიანების გადასარჩენად ატყუებს იმ ადამიანს, ვინც გადაარჩინა ეს იოსები და ვინც ყველაზე პირველი პირი გახადა. უყურე ახლა რა, რამხელა სისაძაგლეს ჩადის. იმ ადამიანს ატყუებს, რომელმაც დააყენა ქვეყნის მეორე პირად. ატყუებს, რომ ესენი არიან მეჯოგეებიო. ის კი არა ეუბნება კაცო, ხო უთხრა რომ ჩემი ხალხი მოდისო, ხო გავაგზავნე ჩემი ძმებიო, ეს 12 ძმა, რომ უნდა ჩამოიყვანონ ჩემიანებიო, თავისიანებითო შვილები და შვილთაშვილებითო, ხო? ეხლა ჩადის ეს მეჯოგეთა ხალხი მართლა რა. აი აქედან მოდის ეთყობა ციგნები და სინთები. ჩადის ეს და ეუბნება ეხლა ეს იოსები რომ წადიო უთხარიო იმასო. იოსები ეუბნება თუ ვინ ეუბნება, როცა უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს. წახვალ. ხო. იოსები ეუბნება ამას, რომ შეხვალთო ეგვიპტეშიო, ამ ხელახელს რომ დაინახავდა, ეთყობა ის გული გაუსკდებოდა იმას. ესე უთხარითო, ანუ მოატყუეთო რა. შენი მონა მორჩილი ვართო, სიყრმიდანვეო. გაიგე? სიყრმიდანვე მონა მორჩილი ვართო. და თან გათვლა აქვს, რომ რატომო, რადგან ეგვიპტელებიო, სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე. ესე იგი მე ვხვდები ახლა რატომ აქვს მეცხვარების მიმართ აგრესია ხოლმე რა. რატო და გეუბნებით რა, რატო ქონდათ ეგვიპტელებს მეცხვარების მიმართ აგრესია? ესე იგი თვითონ სხვარი არ ყავდათ. ესე იგი არ ექცევიან საქონელს, როგორც აი არ ვიცი რა, როგორც ახლა ებრაელები იმათ გოებზე რო არის ნათქვამი, ხო? გოიმებსო უძახდნენ, ეს სხვის შვილებს საჭმელად უყურებდნენო ეს ებრაელებიო და თავის შვილებსო თავისიანს არ შეჭამდნენო. ესეა ნათქვამი. შეგხვდა უკვე კაცი ჭამიაობა. კაცი ჭამიაობა სად შეგხვდა მეგობრებო, რომელ თავში? წინა თავში ხო შეგხვდა. წინა თავში არ შეგხვდა მე პირველ ლაივში, სადაც დავიწყე ეს ამ ციგნის კითხვა, მაშინ შეგხვდა. თავი 32-ში მე მგონი რა, კაცი ჭამიაობა. ხო, ამოვიწერე. ეხლა უყურეთ მეგობრებო, საქმე ეხლა რაში არის რა? საქმე არის იმაში, რომ ეს მოსეც მაგარი ჩათლახი ვიღაცაა, მოსე კი არა და ისა იოსები. ოღონდაც თავისიანები გადაარჩინოს და ყველაფერზე წამსვლელია, ტყუილს ამბობს როგორც ჩანს რა. მეფეთა მეოთხე თავში. წავიკითხოთ რომ მე რაღაცა შარი არ მოგდონ, რომ ისო რა ქვია აბრალებო რაღაცეებსო, ხო? ლევიანი მეფეთა მეოთხე მეფეთა მე-13 მეფეთა მე-3 მეფეთა მე-4 მინდა ახლა მე
იყო მეფე სოლომონ მეფედ მთელ ისრაელში. არა, ეს სოლომონზია. შეიძლება მანდაც არის, მაგრამ მე ამოწერილი მაქვს და ეხლა ვიგანახე. ეს ვინ დამიხია? ეხლა გავამწარდები. საინტერესოა, ხეთი მოეხა, ეს რაღაცა ნიშანია, მეგობრებო, ნახე. რიცხვი 31 თავი. არა, ეს პედოფილია. ხო. ისე უნდა ამოვიწერო ხოლმე. ნახეთ რა არის, მეგობრებო. აი ეს ხეთები თავისთვის მოეხა, ნახე. ეს ხო ამოვიწერე. მე ბავშვებმა ეთყობა რაღაცა ითამაშეს, აი როგორც ჩანს დაბღაჭნეს და 123. და ნახე როგორ მოეხა ხეთები. ვა, რა საინტერესოა. აი ეს თირასის ნახევარინა მოიხა. აი რაღაცნაირად ეს გამოიყო თითქოს რა ამათ. ეხლა ინტერპრეტაცია ეგეთი მაქვს. ნოეს შთამომავლობას ხეთები თავისით მოიხა. ანუ ეს სულიწმინდის გარეშე არ მოხდებოდა ეხლა რა. ფოთოლიც კი არ მოძრება სულიწმინდის გარეშე და აქ რაღაცა მესიჯი მოგვივიდა ეხლა ჩვენ მეგობრებო. ხეთები გამოყო კიდე რაღაც სასწაულებრივი ძალით გამოიყოფიან ალბათ რაღაცა ამნოეს მოდგმას ხეთები რა. და აი მე მახსოვს რა 4 წლის წინ ჩავიწერე ვიდეო. ესე იგი ჯავა ხეთი, სამც ხეთი, კა ხეთი, ხერეთი, ხო? აი ეს ხეთი რაშიც ურევია ხეთი. ისინი არიან ძალკე მე მგონი. ჩვენთან კავშირში არიან, იმიტომ რომ იმერეთი ხო არის? მე ვფიქრობ, რომ იმერხეთი ერქვა. იმიტომ რომ იმერეთი ეთიზე არაფერი არ მთავრდება, ხეთზე მთავრდება ხოლმე და იმერხეთი უნდა იყოს ისე შეფარულად ხ დაკარგული. იმიერხეთიო რა, იმიერხეთი, ამიერხეთი. ეხლა დამაფიქრა მაგ ხეთების ამბავმა. ასურეთი მაგალითად აქაც ხ არის დაკარგული. იმიტომ რომ ასურ ხეთი. ნახე იქ ხო წერია რომ მოდიო ვქნათო. რა მაგარი რაღაც გამ. ხალხო თქვენ არ იცით ეხლა რა მაგარ რაღაცას მივაგენი. თქვენ არ იცით. ეხლა უყურე უნდა აგიხსნათ. აქ წერია ბაბილონი. ვაუ. აი თქვენ არ იცით ეხლა რა კავშირი გაება ჩემ თავში? თქვენ არ იცით როგორი დასტური მივიღე ეხლა იმ ინფორმაციებთან, რაც მე ადრე მოსაძლების დონეზე მქონდა. აქ ასურეთში ხო ვცხოვრობ მე და ასურეთში არის ესეთი ანუ არიცი სახელი ასურეთი საიდან მოდის არ ვიცით, მაგრამ მოისაზრება ესეთი რაღაც რომ ასურები, ანუ თვითონ სურებს ამზადებდნენ აქ ასურეთში და თიხის აქ მთები დგას ბიჭო ის აქ არის მთები დგას აქ თიხა აქ არის თავზე საყრელი. აქ მოიპოვება ასევე ძველი წელთაღრიცხვის თიხაც, ანუ შავი თიხაც მოიპოვება, იმიტომ რომ ჩემს ეზოში ყრია ბლომად. ნაჭუ ისენი რა,
არტეფაქტების ნაწილები ახლა რო ვთქვათ რა და აქ ხო არის იმაში რა ქვია ბაბილონში ხო არის რომ ნახე რა წერია აგერ ერთ პირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ უთხრეს ერთმანეთს მოდი მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ კირის მაგივრად ფისი თქვენს აბა ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი აღვმართოთ ნიშანსვეტი რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზეო და მე ჩამოდის ღმერთი და ამათ შლის ეხლა მე რა აქ მქონდა ესეთი ხილვა აქ ასურეთზე რა რომ აქ იყო ცივილიზაცია თქვენ არ დაგესიზმრებათ მე შეიძლება თქვენს დაგესიზმროთ აქ იყო ცივილიზაცია იმხელა ცივილიზაცია იყო რომ მიყვირდა კაცო ასურეთში ვარ მეთქი ვამბობდი რა და წარმოიდგინეთ რომ ეხლა აი აქ რადგან ამ ადგილს ისევ ასურეთი ქვია და არ გადაერქვა ამ ადგილს ასურეთი იმიტომ რომ გერმანელები რო ჩამოასახლეს ისინი ეზოთერიკის მცოდნეები იყვნენ ძალიან დიდ ცოდნას ფლობდნენ იმიტომ აქედან მე გაყარეს სტალინმა მოკლა ეგენი მაგას თავისი აზრი აქვს გეტყვით მე მაგას რა აქ რომ ჩამოასახლეს ებრაელები საქართველოში ისეთ ადგილებში დაასახლეს სადაც თვლიდნენ რომ გათვლა ქონდათ რა გათვლა ანუ ისე კი არა რომ ოცნებებში გათვლა და რაღაც თავის ხუშტურებით ცოდნის მიერი გათვლა ქონდათ რომ მეორედ მოსვლაზე რო იყო საუბარი ქრისტეს მოსვლაზე უნდა დაწყებულიყო ასურეთიდან იმიტომ დასახლდნენ აქ და აშენეს სოფელი ამათ ერქვათ ლუთერანები იყვნენ სექტას ეძახდნენ მაგრამ ცოდნები ქონდათ გესმით და ეხლა ნახე მე რას ვამბობ როგორ დავაკავშირე ნახე მე პირადად არქეოლოგის თვალი მაქვს არქეოლოგია მაქვს მასწავლი და არქეოლოგის თვალი მაქვს ძალიან სერიოზული რა და როდესაც აქ ამ ადგილებში დავდივარ ხოლმე ხო ხედავ დიდ ცივილიზაციას ჩაძირული აქ დიდი ცივილიზაცია აი ყველგან ხვდება რა ვქნა ეხლა რა ხდება ეხა ზოგს ტყე შეიძლება ეგონოს მე ვხედავ ცივილიზაციას იმიტომ რომ ვხედავ არტეფაქტებსაც ვხედავ სადაც არ წავედი არტეფაქტები შემხვდა სადღაც უღრან ტყეში შემხვდა არტეფაქტი და ოპალი კი არა იმას რა ქვია ოფსიდიანები იყო ის ნაწილი რითაც ცივილიზაციის ნაწილი იყო იმიტომ რომ აქ ამით ჭრიდნენ ამზადებდნენ სადაც ოფსიდიანი შეხვდება ამ ადგილებში არ მოიპოვება ოფსიდიანი ბუნებრივად აქ მოიპოვება მხოლოდ ჩამოტანილი ოფსიდიანი იმიტომ რომ ოფსიდიანი იმ პერიოდში ანუ სულ წინა ქრისტემდე პერიოდებში დიდი ცივილიზაციები რო იყო ხო ამ ოფსიდიანს იყენებდნენ როგორც საჭრელ დანად და ასევე შუბად და ასევე ძალიან ბევრ რაღაცაში იყენებდნენ ამ ოფსიდიანს ეხლა ნახეთ რა მე რა კავშირი გავაბი სად ვიყავი რაზე გავაბი კავშირი ეგვიპტელებზე ხო ეგვიპტელებზე ვიყავი მე ხეთები მოიხა და ასურხეთიო ხო ეხა უყურე ასურეთი ხო არის ეხლა ეს ასურეთი ეს ხ ჩაიკლაპა და საერთოდ ხეთები იწერება აი ესე ნახეთ უყურეთ აი ხეთებს ხო ესე ვწერთ დღეს ხეთები ამ ხუთი არ იწერება ხეთები იწერება ან ამ ხუთი ხეთი ან ამ ხუთი აი ამასაც და ამასაც ქვია ხ გესმის? განსხვავება არის მცირე. ხოლო აი ამების განსხვავება აი ნახეთ წინ რა ხ დაერთვის ამის მიხედვით რბილად გამოთქვავ ხს მკაცრად გამოთქვავ ხს თუ საერთოდ არ გამოთქვავ ხს ამის მიხედვით შეგვიძლია გავაკეთო. აი მაგალითად აი როგორ გამოითქმის ეს ხეთი. ეხლა ეს ხეთი. ეს ჰეთი. ანუ ნახეთ
არის ესეთი მომენტი, რომ ამის მიხედვით შესაძლებელი არის ყოფილიყო დაყოფილი ადგილები, სადაც რაღაცა მნიშვნელობა ჰქონდა. აი ეს ხე, რომელიც ხე მერვე, რომელიც აგვერთვა ჩვენ ასომთა თავრულში და ჩვენს ქართულ ანბანში, ამოვარდა სრულიად. რატო ამოვარდა თუ იცით? იმიტომ რომ ამას მცველი აღარ ყავს. ამ ხეს მცველი აღარ ყავს, როგორც ჩანს ის ღმერთი, რომელიც ამ ხს იყენებდა ან მოკვდა, ან გაანადგურეს, ან რა ვიცი, სადღაცა დაამწყდიეს და ასობგერად დაიკარგა ადვილად. ეხლა ნახე, მე ვფიქრობ ესეთ რამეს. მე ვიყენებ წერის დროს უკვე მაგასო. კი, ძალიან კარგია სოფ, ეს აუცილებელიც არის. ასურ ხეთი იყო ადგილი, სადაც მუშავდებოდა, აი ეს ბაბილონთან კავშირშია რა ხალხო რა. აუცილებლად კავშირშია ასურეთი ბაბილონთან, იმიტომ რომ ჯერ სრული მტკიცებულებები არ მაქვს, აგერ ერთი გამიმხილა ეხლა ღმერთმა, ეს პირდაპირ სიტყვიერი მნიშვნელობით ღმერთმა გამიმხილა, რომ ბაბილონი კავშირშია მართლაც ასურეთთან. ნიშანსვეტის ამართვა. თქვენ იცით რომ აქ სამშვილდე ძალიან დიდი ქალაქი იყო რა. ქალაქი იყო თბილისზე დიდი. სამშვილდე მე-12 საუკუნეში იყო როგორც დედაქალაქი. თუ კი ვინმე მეფე მოდიოდა სტუმრად სხვა ქვეყნის, ჯერ მიყავდათ სამშვილდეში. იქ ამყოფებდნენ, მე ათვარიელებდნენ დანარჩენებს. სამშვილდე იყო ცენტრალური ადგილი. ცენტრალური, ისეთი ცენტრალური, რომ დღესაც იქ მოიპოვება ჯერ კიდევ ნეფილიმების კვალიც. ანუ კვალი რა, ეხლა დიდი შენობები, დიდი ქვებით რა. მე სამშვილდედან აზეულაზე რო ადიოდნენ, ასურეთი უნდა გაევლოთ. ანუ ეს გზა იყო მნიშვნელოვანი გზა და აქ ნიშანსვეტი, აქ არის სხვადასხვა როგორ მინდა იცი რომ აღვადგინო ეს ადგილები, აქ არის ძალიან დიდი ცივილიზაციაა რა. აქ რო ამოვიდეს ეს მიწიდან ის ცივილიზაცია, რაც აქ არის ჩაფლული, თქვენ წარმოიდგინეთ, აქ იმხელა ქალაქია შენდება, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მე ტყუილად არ მქონდა ეს ვიზიაში, რომ ასურეთი გადაიქცევა საქართველოს დედაქალაქად რა. და დამეწუნეთ მაგაში, მე თუ ვერ მოვესწარი, აუცილებლად გადაიქცევა ასურეთი საქართველოს დედაქალაქად. ეს იმხელა დატვირთვის ადგილია, ეს ასურეთი კი არა, აი საერთოდ ეს ტერიტორიები აქ სამშვილდიდან აზეულამდე, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ეს აუცილებლად მოხდება, მე ვთქვი და მოხდება. ეხლა ნახეთ რა, აქ ასურეთი, რომ გვეუბნებენ ასურეთიო. ანუ ასურეთი ნიშნავს, რომ ადგილია, სადაც სური მზადდება, ანუ სური არის თიხა. სადაც სური მზადდება, აქ არის უნიკალური ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანს ეცხოვრა, ცხოველისგან თავი შეეფარებინა და თანაც წყალი ქონოდა. იმიტომ რომ არის წყლის ადგილი, არის ჭები, არის ისეთი ხეობებია, რომ წყარო არის. და ნიშანსვეტებიც ბლომად არის აქ ყოველ იმაზე ამაღლებულ ადგილზე ნიშანსვეტია. ერთ-ერთს ვაკეთებთ ჩვენ აღდგენა 84-ის ხალხი, სიდონის ხალხით. რა მაგარი რაღაცა აი ახლა სულიწმინდის მეშვეობით თუ ეს აუცილებელია მეგობრებო რა. ეს ხდებოდა აქ. ეს ბაბილონიანები, ბაბილონი იყო აქ. აქ იყო ბაბილონი, იმიტომ რომ მე ისეთი რაღაცა მესიზვრა, რომ აი წარმოუდგენელია ეგ ფანტაზიის ნაყოფი იყოს რა. ეგ არ იყო ფანტაზიის ნაყოფი. აქ სხვათა შორის არტეფაქტები, ისეთი არტეფაქტები მაქვს ნაპოვნი, რომ ახლა იმას სახში ვერ წამოვიღებ რა. აუცილებლად უნდა ყოფილიყო აქ დიდი ცივილიზაცია, პატარა კი არა, დიდი ცივილიზაცია. ისეთი ცივილიზაცია, რომელსაც ჰქონდათ ჯერ კიდევ ქრისტემდე
რასაც დღეს სვერლო ეწოდება, ისენი რა. ბურღები. აუცილებლად უნდა ქონოდათ ეგ. ამართვა. რთვა, თვა, ვართ, მარა, არა, რვა, ავარა. ამარა. ჯერ სათხართო ამბობს გიორგი ტარტარია. ხო და ეხლა მე შოქში ვარ რო იცოდეთ რა, ეხლა ის დამოწმება მივიღე მე მეგობრებო. ეგვიპტელები ესე იგი მე კიდე ვამბობ იმას რომ ეგვიპტე იყო უდაბნოში, დღეს რო უდაბნოა. ხო იცით უდაბნო სად არის? ხო. უდაბნოსა და საბერებს რო უწოდებენ, საბერებს ჭაჭუნა, აი ესენი სულ დასახლებები იყო, ხალხო, ეგ იყო ეგვიპტის დასახლება. ეგვიპტეში მიწათმოქმედება ჰქონდათ, ხო? ცხოველებს, ესე იგი, რადგან მეცხვარეებს უყურებენ როგორც სისაძაგლეს, ესე იგი, მიწათმოქმედება ჰქონდათ მათ. და ასე არის ნათქვამი რა, რომ დღესაც ჭაჭუნაში იმხელა ველებია, პური მოყავთ იქ. იმხელა ველებია და დიდი ქვევრები ჰქონდათ. ეს დიდი ქვევრები სავარაუდოდ კი არ იყო იმისთვის, რომ ღვინო შეენახათ, ეს ქვევრები იყო პურისთვის. ეხლა ვხვდები მე მაგას. უშველებელი ქვევრებია ხალხო, ჩემზე დიდი 2 მეტრიანი ქვევრები არის ნაპოვნი იქ. ესე იგი, აქ მართლაც მიწათმოქმედებას ეწეოდნენ და აქ იყო ეგვიპტე და არ ვტყუოდი მე რომ მეუბნებოდა ჩემი შინაგანი რომ აქ იყო ეგვიპტეო. ელიას მთა, ხო იცით სადაც არის ელიას მთა? რა უნდოდა ელიას იმ ეგვიპტეში, სადაც ახლა ეგვიპტეა, როდესაც ელიას მთა აგერ გვიდგას ჭაჭუნას დასაწყისში. ხო, დედოფლის წყაროში. აგერ გვაქვს ჩვენ ელიას მოსასხამიც. ანუ რა უნდოდა იქ იმ ეგვიპტეში, აქ იყო 엘ია და აქ იყო ეგვიპტე. აქ იყო ის 7 წლიანი კარგი მოსავალიც და აქ იყო ის 7 წლიანი ისიც შიმშილიც. დედოფლის წყაროში თამარი ტყუილად არ დადიოდა იქ. ხალხო, ჩვენ მე თანდათან მიმტკიცდება ის თეორიები, რაც აქამდე დამიგროვდა. თეორიები გადადის უკვე მტკიცებულებებში, იმიტომ ეხლა წავედით. აი რა არის ახლა სულის მეხსიერება არის ის, რომ როდესაც იბადები, აი ხა რომ დავიბადე, ხო? სადაც გქონდა კონტაქტები და სადაც ხშირად იყავი, იქ ხვდები ისევ. იგივე სახელი ახლა ეგ უკვე მოძველებული თემაა ჩემთვის, იგივე სახელი და იგივე გვარი. ეგ ახლა იმაზე უფრო მაღალ რაღაცეებზე ვწდები მე. იგივე ტერიტორიებზე ხვდები მე ხშირად. როგორც ჩანს, თამარი აი ამ ტერიტორიებზე ხშირად იყო. როგორც ჩანს, თამარის მეხსიერება, რომელიც თანდათან იღვიძებს ახლა ჩემთან, ხო? იყო ის მეხსიერება, საიდანაც მოდის ეს ინტუიცია რა. და თამარმა ძალიან ბევრი ინფორმაცია იცოდა. ასევე ჩემშიც იღვიძებს ის ინფორმაციები, რადგან მე იგივე გზაზე ვდგავარ. იგივე ადგილებში ვარ და იგივე საკითხებს ვეჩალიჩები. იღვიძებს ინფორმაცია. ხო იცი, ხე შეძახილმა გაახმო და ასევია ხე შეძახილმა აყვავა. აუცილებლად, მეგობრებო, აუცილებლად ეს საკითხი, რასაც მე განვიხილავ, აი კიდევ ერთხელ ვამბობ რა, რასაც მე ვაკეთებ, ხომ მკითხეს რას ემსახურებაო, გეტყვით, ჩემ თავს ემსახურება. იმიტომ რომ სული წმინდა არის ესეთი, გადის და ისევ შემოდის. დაიბადება ისევ და ის თავის თავს ამ უტოვებს მესიჯებს. ის თავის თავს აუცილებლად უტოვებს მესიჯებს. მაგალითად, როგორც თამარმა, მაშინ როდესაც სული იყო თამარში, დამიტოვა მე მესიჯები და მე დაუტოვებ კიდე ჩემზე
ჩემს შემდგომ მოსულ თამარს მესიჯებს გესმის? აი ეს არის ეს. ეხლა რასაც ემსახურება ჩემი ეს საქციელი, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა დიდი, აი მაგალითად თავიდანვე ფესვში ჩადო ბოროტმა ის ფესვი რომ მე კითხვა არ მყარებოდა, მაგრამ მაინც მიყვარს კითხვა. ხო? მე ეს არ გამეკეთებინა, იმიტომ რომ თვალებს მიბნელებს, მაგრამ მაინც ვაკეთებ იმ საქმეს. რაც ახსოვს სულს. რა ახსოვს სულს? რატო ვაკეთებ მე ამას? გიჟი ვარ, ოზი ვარ და ვაკეთებ? არა. სული წმინდის გარეშე არაფერი არ ხდება, ხო აგერ ვთქვით? ხო ვთქვით. ამიტომ ეს არის საოცარი რაღაც, ახლა სადაც მე ჩამახედა სული წმინდამ რა. საოცარი რაღაც. სულ მიკვირდა რა მინდა ამასურეთში, რა მინდა და სულს იმ დღიდან რაც მე აქ გადმოვედი. აქ რა მინდა, ბიჭო, აქ რა მინდა, მე სად ვიყავი და სად ვარ. და თურმე რა მინდა აქ? აი გამეცა პასუხი, რა მინდა თურმე აქ. თუ რა მე, თურმე მოდის ამ სიტყვიდან, თუ რა მე არის ის რომ თუ ეს რა არის მე, მაშინ გამოდის რომ მე უკვდავი ვარ, ანუ წარსულიც მახსოვს და მომავალშიც გამახსენდება. გესმით? მაგარი რაღაც გაიხსნა ეხლა ემოციურ დონეზე, ეხლა უნდა დავისვენო, იმიტომ რომ აი ამან გახსნა დიდი რაღაც, აი აქ წერტილს დაუსვავ და დაგემშვიდობებით ეხლა ცოტა ხანი. მოვა დრო და ვინც ასე ვეძებთ სიმართლეებს, მოხდება გაერთიანებები და ეს გაერთიანებები მასობრივად შეუტევს სიბნელეს. გიორგი, გეთახმები ამაში აბსოლუტურად, ბიჭო, ეს აბსოლუტურად კიდე რა იყო? ბოლო დროს მეშლება ეს სიტყვა და რატომ მეშლება, ესეც მესიჯია. ხო, ესე იგი აბსოლუტი არ არსებობს, ესე იგი როგორც ჩანს. კი, შესაძლებელია. კი, გეთახმები ამასში გიორგი. იმიტომ რომ ეხლა იმ ხელზე ასული შუმანშიც დაფიქსირდა სიხშირეები, რომ კაცობრიობა უკვე აი როგორ იყო, იცი, აი რაღაცას სხრეთ წყალი და ბოლოს რომ გახრეთ და გამოთხლიშავს და სწორედ თლიშინით რომ წამოვა, აი ესე წამოვიდა თლიშინით, ეხლა უკვე სინათლე რა და გეუბნებით მე მაგას რა, რომ ეხლა ძალიან მალე მოხდება განათებები რა. ძალიან მალე მოხდება განათებები. როგორც ჩანს ის ღმერთები უკვე მოკვდნენ ყველანი რა, აღარ აქვთ ძალა. ხო, გამაცხადებინეს მე ეს სული წმინდის ძალებმა ერთ-ერთ ლაივში, რომ მოკვდნენ ისინიო, აღარ აქვთ ძალაო რა და მოკვდნენ. ისინი მოკვდნენ. ეხლა უკვე სინათლეს თუ ვიპოვით ჩვენ თვითონვე რა, ღმერთები თქვენ ხართო ქრისტე გვეუბნება. ეხლა უკვე ჩვენ ვართ ღმერთები, გაიგეთ? ისინი ძველები, რომლებიც უკვდავები იყვნენ, აღარ არიან, მოკვდნენ. შეიძლება 1-2-ღაა დარჩენილი უძლურად. და ისიც ხვდება, რომ უნდა დაემორჩილოს, თორე სხვა გზა არ აქვს, ისიც მოკვდება მალე თუ არ დაგვემორჩილა. სინათლეს თუ არ დაემორჩილა ჩვენ რა, სინათლეს, სულიწმინდეს თუ არ დაემორჩილა, თვითონაც განადგურდება, იცის. ხვდება, ინტუიციის დონეზე ისიც ხვდება, ის 1-2 ვინც დარჩა. აი, წავედი ახლა მიგაგოცეთ აბა დროებით რა. დავისვენებ ახლა ძალიან სერიოზული რაღაცა გამიცხადდა ახლა და უნდა დავფიქრდე. სიბნელეს არ უნდა შევუტიოთ, ის უნდა ამოვხსნათო, ნინო, გეთახმები. გეთახმები. წავედი. როგორც კი ვიტყვი წავედი, ამოხდება რაღაცა ფანჯარა, რომელიც მიშლის ხელს რომ დავასრულო ხოლმე. ნერვებზე მიშლის. აბა წავედი.